დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2014 წელს განსახორციელებელი საგანმანათლებლო და ჯანდაცვის პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. გამგეობაში გამართულ შეხვედრაზე აჭარის ჯანდაცვის და განათლების მინისტრებმა დაინტერესებულ პირებს ახალი პროგრამების, მათი სარგებლობისა და დაფინანსების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. გია თავამაიშვილის ინფორმაციით 2014 წელს საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სტუდენტთა დახმარებისა და უცხოეთში სტაჟირების პროგრამების განხორციელებაა დაგეგმილი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კი მიმდინარე წელს 8 ახალ პროგრამას განახორციელებს. მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით სამინისტროების წარმომადგენლები პროგრამების პრეზენტაციას სამომავლოდ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გამართავენ. ჩვენ წარუდგენთ მათ ახალ პროგრამებს, რომელიც არის ერთი მსგავს განათლების მიმართულებით, რომელიც ბუნებრივია ჩემი საზრით საინტერესო იქნება იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება იმ ჩარჩოში იჯდეს, რასაც ჩვენ შეჩვეულობთ, იმიტომ რომ რაღაც გარკვეული პროგრამები გაგრძელდება, რომელიც ეხება სტუდენტთა ფინანსებას, თუნდაც ჩვენ უნდა შევთავაზოთ ახალი ფორმატი, რამდენად ახმული იქნება ეს ყველაფერი საზოგადოების მიერ. ამავე დროს იქნება კიდევ ერთხელ საუბარი მუნიციპალურ და რეგიონალურ დაფინანსების საკითხებზე. პროგრამები 2014 წელს გაფართოვდა, როგორც რაოდენობრივად, ასე ხარისხობრივად. ჩვენ გვაქვს 6 პროგრამა. ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური პროგრამების გაფართოვება, იმიტომ რომ ჩვენ ეს რიცხვი ავიყვანეთ 4-დან 8-მდე, ვფიქრობ ადამიანი უფრო მეტ მატერიალურ სიკეთეებს მიიღებენ. რა თქმა უნდა, ეს ყველა პროგრამა ორიენტირებულია სოციალურ დაუცველ ფენებზე. ჩვენ უკვე შევაჯამეთ პირველი თვის შედეგი და ისინი მუშაობენ ეფექტურად. ამ პროგრამის მეშვეობით ჩვენი მოსახლეობა გარკვეულ შეღავათებს მიიღებს როგორც ჯანმრთელობის დაცვის, ასევე სოციალური კეთილდღეობის სახით. სიახლეები არის 2014 წელში, ძირითადად რაც მესიამონა, ეს იყო 100 წელს გადაცელებულებზე 500-დან უკვე 1000-მდე გაიზარდა. არის რამდენიმე პროგრამები, რომლებიც გასულ წელში არისო და არის უკვე წელს უკვე გათვალისწინებული. როდესაც ადგილზე არის ეს ყველაფერი, იმ მაცხოვრებლებისათვის არის აუცილებელი და ძალიან მისაღები.